საშუალებას გაძლევს, რომ ძალიან ბევრი იდეების ცადო და მარტივად ვთქვათ მიხვიდე იმ მიზნამდე, საიდანაც მიდიხარ. რა არის არქიტექტურისთვის ინსპირაციის წყარო? უბრალოდ უფასოდ შეიძლება გადმოწერო დაბეჭდო სახში და გქონდეს. რა სჭირდება ქართულ არქიტექტორს იმისთვის, რომ სოფლიო ბაზარზე მოხვდეს? გამბედაობა ბევრად მაღალ დონეზე დგას ვიდრე დღესდღეობით, იმიტომ რომ მან ძალიან ნელა ხდებოდა ეს პროცესები. რა სჭირდება ახალგაზრდა არქიტექტურულ ბიუროს თავის დასამკვიდრებლად? ინდივიდუალიზმი, ანუ გამორჩეული ხედვა, ეს შესაძლებლობა არის, რომ ბევრად სწრაფად გაიარო ის ნაბიჯები, რაც გასავლელი გაქვს, რაც უფრო სწორი არის შენი ფოკუსი რა. როცა იწყებ ამ ბიუროს, ბევრი რაღაც პროექტები შეიძლება შემოვიდეს, რამაც ეგ ფოკუსი გაგიფანტოს და უნდა იცოდე, პროექტი შენ მიზანთან გაახლოებს თუ არა, თუ ერთი ნაბიჯით მაინც რაღაც არ გაახლოებს აითქენაც მიდიხარ, მაშინ უბრალოდ დაკარგული დრო არის. თქვენი არქიტექტურული ბიუროს მიზანი რა არის? ჩვენ გვაინტერესებს მომავლის არქიტექტურა, ანუ რა იქნება ხვალ და ამისთვის ძალიან ბევრ ექსპერიმენტებს ვატარებთ, რაღაც ჩვენი ხედვა გვაქვს საიდკენ შეიძლება წავიდეს ეს ყველაფერი და გვინდა რომ მან რაღაცა პატარა აგური დავდოთ ამ დიზაინის მომავლის რაღაც განვითარებაში, ესე ვთქვათ. აი მაინც რას ნიშნავს მომავლის არქიტექტურა? სოკოები ააშენებენ სახლებს პირდაპირ მნიშვნელობით თუ კიდევ რაღაცა სხვა? ძალიან ბევრი განმაპირობებელი ფაქტორები არის ხოლმე კაცობრიობის ისტორიაში, როცა ან ტექნოლოგია, ან რაღაც კონკრეტული მასალის აღმოჩენა ხდება, ძალიან დიდი გენერატორი ამ ახალი ტექნოლოგიების დიზაინის და ასე შემდეგ რა. პირველად რაღაც ხის მოღუნვა რო დაამოხამეს დიზაინერებმა, მაგითი მთელი ინდუსტრია შეიცვალა, აი პლასმასის გამოგონებით მთელი ახალი ინდუსტრია გაჩნდა და ეხაც არის რაღაც ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, ყოველდღიურად ბევრი ახალი მასალა გამოდის, რაღაც ტექნოლოგია არის, 3D პრინტერიდან გამოწვეული და ასე შემდეგ, უკვე სახლებს პრინტავენ და ჩიხები არის ხოლმე, მაგრამ აქ მთავარია დაინახო მართლა რეალური გზა საიდკენ შეიძლება წავიდეს და ეს უცებ ჰაიბზე აყოლილი დიზაინი არის რა და ეხლა ჩემთვის ეგ პირდაპირ პარამეტრულ არქიტექტურაში ითარგმნება. პარამეტრული არქიტექტურა არის პრინციპი ამ დიზაინის კეთების, სადაც პირველი ნაბიჯიდან ბოლო ნაბიჯამდე ყველაფრის კონტროლი შეგიძლია და როდესაც სიტყვაზე რაღაც 100 ნაბიჯიან პროექტს გააკეთებ, პირველი ნაბიჯი ისე შეგიძლია შეცვალო, რომ რაღაც ნულოვანი დრო დახარჯო რა. როდესაც აქამდე სიტყვაზე რაღაც იდეა რომ მოგივიდო და ამის მოდელინგს გააკეთებდი და შემდეგ რომ თქვათ იტყოდი რომ მოდი ეს ხო არ შევცვალო, უკვე თავიდან უნდა გეკეთებინა და ეს პარამეტრული დიზაინი ძალიან დიდი საშუალებას გაძლევს, რომ ძალიან ბევრი იდეების ცადო და მარტივად ვთქვათ მიხვიდე იმ მიზნამდე, საიდანაც მიდიხარ. დღეს როცა ჩვენ ვლაპარაკობთ მომავლის არქიტექტურაზე, მომავლის დიზაინზე, რა ფორმით არის ეს შენს ამ შემთხვევაში წარმოსახვაში, როგორ ხედავ, რაღაცა მუდმივი ფორმით თუ მაგალითად ცვლილების შესაძლებლობის ფორმით? თვითონ რო ვითარდება ნივთი ან შენობა, იზრდება, ვათარავდება, იხურება, ბნელდება, ნათდება. შენი ტვინის შესაძლებლობა, ხედვა იზღუდება იმითი, სადაც ეს სოფტი იზღუდება. და ეგ რო აღმოვაჩინე, რომ ეგ სოფტი ძალიან ზღუდავდა რაღაც იდეებში, ანუ რაღაცას რომ მოვიფიქრებდი, თქვათ ეს პროექტი როგორი ყოფილიყო, მე მიწევდა ფიქრი ამ პროგრამაში ეგ როგორ გამეკეთებინა და მივხვდი, რომ ანუ ძალიან ის რაღაც ჭერივით იყო ჩემთვის და ამიტომ ეს პროგრამა დავივიწყე და გადავედი ისეთ პროგრამაზე, სადაც ეს შეზღუდვა აღარ არის რა და ამ ინდუსტრიაში ესეთი მილიონი შეზღუდვა არსებობს, სადაც ადამიანს ესე ვთქვათ, ქვეცნობიერად უკვე რისი გაკეთებაც შესრულება რთულია, მაგაზე აღარც ფიქრობს, იმიტომ რომ ანუ აზრი არ აქვს რა ამ ადამიანისთვის და ეხლა უცებ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, სადაც უკვე ეს საზღვრები რაღაც ყველაფერი შეიძლება გააკეთო ნებისმიერი ფორმის, ნებისმიერი, არ ვიცი, და აქამდე სიტყვაზე, ანუ სწორი კედელი რო გაგეკეთებინა და რაღაც კონკრეტული ფასი გიჯდებოდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი კედელი ნებისმიერი ფორმა რომ მიცე, იგივე ფასი დაგიჯდება მომავალში, იმიტომ რომ ამას ადამიანი აღარ გააკეთებს რა. და ამიტომ ეს შეზღუდვები ყველაფერი ჩამოინგრევა მასალის კუთხითაც, შესრულების კუთხითაც, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ჩვენ ხო სამშენებლო ინდუსტრიას მივყვებით და სამშენებლო ინდუსტრიაში ეს ტექნოლოგია არ დახვეწილა.
უამრავი წელი, ანუ რკინა-ბეტონით რო ასხამდნენ რაღაც წლების წინ, ეხაც ეგრე ხდება. და ეს ტექნოლოგიის განვითარება მგონია, რომ ძალიან დიდ ნახტომს გაგვაკეთებინებს დიზაინში. და ეს პროცესი არის ახლა. და მე ყველაზე უფრო შიში რა სიჩმახე, აი თქვენი კითხვაში მდგომარეობდა არის, რომ ამ ყველაფერს არათუ არ ჩამორჩი, არამედ ერთი ნაბიჯით წინ მინდა რომ სულ ვიხედებოდე რა. გონია რომ უფრო ორგანულ ბუნებრივ ფორმებისკენ მიდის დიზაინი და მაკეთკენ წავალთ, იმიტომ რომ ადრე ამ რაღაც სწორკუთხოვანი და გეომეტრიულად დავარცხნილი ასე ვთქვათ დიზაინის კეთება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი იყო და მგონია რომ ეგ შეზღუდვა როცა მოიხსნება, უკვე რაღაც ფანტაზია გაგვეხსნება რა ამ სფეროში და უფრო ორგანულ ფორმებისკენ მგონია იქნება მომავალი რა. რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი ახალი ტექნოლოგია ან მასალა, რომელიც აი ამ ბოლო დროს ნახეთ? არსებობს ეს generative design-ი, რაც არის რომ მაგალითად პირობითად კონსტრუქციულ ნაწილში ვაძლევთ კომპიუტერს რაღაც კონკრეტულ დატვირთვებს და ის გვიკეთებს კონსტრუქციას. ანუ ადრე მაგალითად, როდესაც შენობები იყო და რაღაც გრიდზე კეთდებოდა ეს კოლონები, აი 6 მეტრიან გრიდზე და ასე შემდეგ, ეხა კომპიუტერი იმის მიხედვით შენ რა ფორმის შენობა გაქვს, გიკეთებს მაგაზე კონკრეტულად მორგებულ კონსტრუქციულ ნაწილს პირობითად. და ეს კონსტრუქციული ნაწილი ეხა არ არის აუცილებელი, რომ რაღაც კონკრეტულ გრიდში ჩდებოდეს რა და ამან გამოიწვია მაგალითად ერთი ცათამრჯენის მაგალითზე რო ჩაატარეს ეს ცდა გამოიწვია ის რომ ამ generative design-ით დათვლილი კონსტრუქციული ნაწილი იყო 60%-ით ნაკლებ ბეტონს ხარჯავდა და 40%-ით ნაკლებ მეტალს. რა თქმა უნდა, ეს შესასრულებლად ფორმები ძალიან რთული იყო, მაგრამ უკვე მაკეთკენ მივდივარ, რომ ეს ტექნოლოგია ცოტა ხანში ისეთი იქნება, რომ ეს წორს გავაკეთებთ თუ ამ რაღაცა უცნაური ფორმის რაღაცებს, ანუ არანაირი განსხვავება არ ექნება. თუნდაც უკვე ავტო ინდუსტრიაშიც დაიწყეს მაგის გამოყენება, აი Ferrari-ის რაღაც კონკრეტული ნაწილები უკვე ამ ტექნოლოგიით კეთდება, სადაც ამ მეტალს, ანუ გამძლეობაც სიმტკიცეც ბევრად ძლიერია და მასალის ხარჯიც ბევრად ნაკლები რა. 3D პრინტერის ნორმალური მოდელი ოფისში შევიძინეთ დაახლოებით 3 თვეა რაც გვაქვს და ანუ მაგის გააზრება ეხა მიუხედავად იმისა რომ 3 თვეა ამ ყველაფერს ბეჭდავ ამ პრინტერს ძირითადად მაკეტებისთვის ვიყენებთ, მაგრამ აი რო წარმოვიდგინოთ რომ აი ყველა სახში რო კონდეს მოწყობილობა, სადაც ნუ ეხა ჩვენი პრინტერი ბეჭდავს 30-30-30-ზე პლასმასის ან კარბონის ნებისმიერი ფორმის რამეს, რაც შეგიძლია თავში მოგივიდეს და ეს იმდენად ხელმისაწვდომი არის უკვე რომ კომპანიებმა აი მოდის მიმართულებით გამოუშვეს ფეხსაცმელი, რომელიც უბრალოდ უფასოდ შეგიძლია გადმოწერო, დაბეჭდო სახში და გქონდეს რა. ანუ ჯერ მგონია რომ ჩემი ტვინიც კი ვერ ეწევა, აი მაგან ამ ხელა რევოლუცია შეიძლება გამოიწვიოს რა. რა არის არქიტექტურისთვის ინსპირაციის წყარო? ძირითადად სადღაც ქალაქში რო ჩავდივარ, ყოველთვის ვეძებ რომ აი აქ ის ჩემთვის საინტერესო არქიტექტორების რაიმე ქმნილება ხო არ არის და მე მეორე დღეს ვიწყებ ამის ჩამოვლას და რაღაც ისე მოხდა რომ აი სტოკჰოლმში ჩავედი და არ ვიცოდი რაღაც კონკრეტული შენობა თუ რაღაც კონკრეტულ ადგილზე იყო და უბრალოდ ცეირნობდით და აი ამ თანამედროვე შენობებს, ანუ იმ ხელა ვიბრაცია აქვს ჩემთვის, აი ეგეთი რაღაც სტარ არქიტექტორის გაკეთებულს, რომ ანუ ის უბრალოდ სახელი არ არის, ანუ იმ ხელა რაღაც დევს ამ შენობაში, რომ ანუ გელაპარაკება რა ქუჩაში რომ მიდიხარ და გახედავ, ვაა მეთქი ეს ვინ არის და აი რატო არ ვიცოდი ეს თუ აქ იყო და რაღაც და ანუ რო ათვალიერებ, ანუ მეორე მომენტი არის, როცა მომზადებული მიდიხარ, რომ იცი რომ ამის ანახავად მიდიხარ და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრი ის არის დეტალი და ეგეთ შენობებში, როდესაც ხვდები და რომ აანალიზებ, რომ ამ არქიტექტორს რამდენამეზე აქვს ნაფიქრი ემოციურ დონეზე რა, ანუ ეს არ არის რენდერისთვის გაკეთებული არქიტექტურა, ეგ არის, რომელიც აი ყველა შეგრძნებაზე ნაფიქრია, რომ არის, რომ აი იატაკზე რო გაივლი, ხეს რო ფეხს დააბიჯებ, რა შეგრძნება გექნება, ის გადაბმები რაღაც, ანუ ეგ არის რეალური ინსპირაცია რა, იმიტომ რომ ამ ეპოქაში ნებისმიერ ადამიანს თუნდაც არქიტექტორს შეუძლია უკვე AI-ის დახმარებით რაღაც პროექტი შექმნას რა, მაგრამ რეალობაში ეგ როგორი იქნება, უკვე ეგ აი ამ ღმერთი არქიტექტორების ის არის რა, პრეროგატივა ესე ვთქვათ. არქიტექტურას აქვს უნარი გაატაროს ყველა ტიპის იდეა და გვაჩვენოს ზოგადად რას ფიქრობენ ამ შემთხვევაში აი ეს ადამიანები, ვინც ქმნიან ასეთ ტიპის არქიტექტურას ჩვენზე.
ჩვეულებრივ ადამიანებზე, ვინც მე ამ არქიტექტურაში უნდა იცხოვროს, ამ არქიტექტურის წინ იაროს, არქიტექტურაში შევიდეს და რაღაც საქმეები აკეთოს, ეს არის ძალიან ფაქიზი რამ. და როგორ ფიქრობ, რამდენად მოქმედებს დღეს სოციალური გარემო იმაზე, თუ რა ტიპის არქიტექტურა იქნება სამყაროში, ახლა მე ამ საქართველოს არ გულისხმობ. არქიტექტურა არის საზოგადოების ამ სოციუმის ანარეკლი რა. ანუ მაგალითად საქართველოს მასშტაბზეც რო წარმოვიდგინოთ, ანუ საქართველოშიც ეს არქიტექტორები რომ ცხოვრობდნენ, ანუ მაგითი ყოველდღიური ყოფა არ შეიცვლება, იმიტომ რომ საზოგადოება უნდა განვითარდეს იქამდე, რომ ამ არქიტექტორებს მისცენ შესაძლებლობა რომ რაღაცა თავისი საქმე აკეთონ რა, იმიტომ რომ საქართველოში დღეს არის ძალიან ბევრი ნიჭიერი არქიტექტორი, რომელთაც შესაძლებლობა არ აქვთ ბევრი მიზეზის გამო, რომ თავისი ეს იდეები, შემოქმედებითი რაღაცები აი გამოუშვან და აი ამ საზოგადოების ნაწილი გახდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძირითადად აი ეს ფურცელზე რჩება ძალიან მაგარი იდეები, იმიტომ რომ საზოგადოებას სხვა პრობლემები აქვს და ანუ ეგ არის ზუსტად რომ ანარეკლი არის რა, ანუ დაკვეთას ასრულებს ის, ანუ რაც არ უნდა ძალიან მაგარი არქიტექტორები გვყავდეს ან პირიქით, აი პოლიტიკა როგორც არის რა, ანუ ისეთი მთავრობა ყავს, აი ყველაზე უფრო ეგ ის მიყვარს რომ ისეთი მთავრობა ყავს, როგორცაც იმსახურებ, არც მეტი და არც ნაკლები. ყველაზე უფრო ისიც მეშინია არის, რომ ჩემი შვილი რო გაიზრდება და ამ ისტორიას რო გადმოხედავს ამ პერიოდში თბილისი ანუ რა შენდებოდა რა და აი მაგ კითხვას რო დამისვევს რა, ანუ მე ხო მაგ დროს რაღაც თავი წარმოვიდგენი, რაღაც წარმატებული არქიტექტორი ვიქნები და რაღაც და რომ მკითხავს, რომ მაგ დროს რას აკეთებდი? ანუ რა პასუხი უნდა გავცე, არ ვიცი. იმიტომ რომ დღეს რავი არქიტექტორებს არავინ არაფერს არ გვეკითხება ქალაქის საით უნდა განვითარდეს. ერთი არქიტექტორების საქმეც არ არის ეს ურბანისტების საქმეა, მაგრამ თავარი ის არის, რომ სხვა ადამიანები წყვეტენ შენ პროფესიაში რა არის სწორი და რა არასწორი. რა სჭირდება ქართულ არქიტექტორს, თანამედროვე საინტერესო ქართულ არქიტექტორს იმისთვის, რომ მსოფლიო ბაზარზე მოხვდეს? სხვა უფრო მასშტაბურ პროექტებზე იმუშაოს. სხვადასხვა ამ ბოლო პერიოდში უკვე აი თუ ადევნებთ დარწმუნებული ვარ თვალს, ძალიან ბევრი ქართული პროექტი საერთაშორისო გამოცემების ძალიან ესე ფოკუსში არის. აი წინა კვირაში მაგალითად 4 ქართული პროექტი იდო აი ამ დიზაინ ბუმზე რა, ანუ ერთ-ერთი ჩვენიც იყო მასში, აი არჩდეილის რაღაც ნომინაციებში ძალიან ბევრი ქართული პროექტებია და რაღაც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა ჩვენ რაღაცა გავარღვიეთ და ის, მაგრამ პატარ-პატარა ნაბიჯებით უკვე ეს ქართული არქიტექტორების შემჩნევა დაიწყო და ეს შემჩნევა რო დაიწყო უკვე ამ ქართული კომპანიებისთვისაც რაღაც ნიშნავს, რომ ანუ ესენი ხვდებიან, რომ რაღაც ტყუილა არ ვაკეთებთ და იქ საერთაშორისო აღიარება მაინც იქიდან გამომდინარე, რომ ამ არქიტექტურას შეიძლება საზოგადოებას რაღაც ძალიან მაღალი ის არ ქონდეს ცნობიერება, ეს საერთაშორისო აღიარება მაინც ყველასთვის რაღაცას ნიშნავს. საერთაშორისო აღიარების შედეგად შეიძლება აქ გაუმჯობესდეს ხო სიტუაცია კიდევ უფრო. ანუ ჩვენ ხო ძალიან ცუდი ხალხი ვართ, ანუ ერთმანეთის აღიარება სანამ ის უცხო არ იტყვის, მანამდე ვერ ვძვით ერთმანეთს და გამარჯვებულთან გვერდჩიდნობა გვიყვარს და კარგი არის. რა არის ის ერთი დეკადა ან რაღაცა ეპოქა არქიტექტურაში, რომელიც შენც არის ყველაზე შთამბეჭდავი? საბოლოოდ იქამდე მივდივარ, რომ ეხლა ყველაზე საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობ და წარსულს რო გადავხედოთ, ჩემთვის ყოველთვის ის მომენტები იყო საინტერესო, როდესაც რევოლუცია ხდებოდა დიზაინის კუთხით და კონკრეტულის გამოყოფა, ანუ თუნდაც თავიდან რო დავიწყოთ რა, აი პირველი სკამი რომ მოიგონეს, რაღაც ეს კანალიზაციის სისტემა რომ მოიგონეს და მაგით შეიცვალა ყველაფერი, აი სულ მაინტერესებს ეს ადამიანები, რომ აი ყოველდღიურობა, ან მანდ უფრო გამბედაობა ბევრად მაღალ დონეზე დგას ვიდრე დღესდღეობით, იმიტომ რომ მანდ ძალიან ნელა ხდებოდა ეს პროცესები და ეგ ადამიანები არის ჩემთვის ძალიან დიდი ინსპირაცია რა. ყოველთვის, როდესაც რაღაც აი მთელ კაცობრიობას ეტყოდნენ, რომ მოდი აქეთ წავიდეთ რა და დღეს ეს ნაბიჯი უფრო მარტივი გახდა, იმიტომ რომ რაღაც აი ამ ჩემი რაღაც 50 წლის განმავლობაში ბევრჯერ დავინახე ეგეთი რაღაცები, რომ ეს მოტრიალდა ინდუსტრია ხან იქეთ, ხან აქეთ. დღევანდელი ადამიანი თუნდაც 20 წლის წინ რომ ჩვენ ახლა 20 წლის წინ რომ დავждეთ აქ, შეიძლება გაოცებული ვიყოთ იმდენი ახალი რაღაც სულ სხვანაირი ცხოვრება იქნება დარწმუნებული ვარ რა. აი 20 წელიწადშიც უკვე? 20 წელიწადშიც კი, იმიტომ რომ ეს დრო უკვე ძალიან იკლებს, რომ ძალიან ჩქარა მიდის. ძალიან ჩქარა ვითარდება რაღაც პროცესები.